ოპოზიციური პარტიის ოფისში ვიმყოფებით ჩვენ სადაც არის სამუშაო პროცესი ჩემს უკან მაყურებელს ოპერატორს ვთხოვ რომ კადრში გვანახოს არის დამონტაჟებული სპეციალური ეკრანი საიდანაც პირდაპირ ტრანსლაციის მეშვეობით მოდის სწორედ ინფორმაცია უბნებთან დაკავშირებით სწორედ ამ პარტიის ინიციატივით თბილისის 582 უბანზე დამონტაჟდა ვიდეო კამერები და შესაბამისად ოპოზიციური პარტიის წევრები და ლიდერები აქ პირდაპირ ეთერში უყურებენ რა ვითარება არის ადგილზე და რა დარღვევებს აქვს მათ შორის ადგილი მე უფრო მეტად და კონკრეტულად ამ დარღვევებთან დაკავშირებით გადავალ კითხვით ნიკა ჩერქეზიშვილთან ნიკა რომ გითხრა ამ დროის განმავლობაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობს უკვე საარჩევნო პროცესი უბნებზე აქტიურად და თქვენ არაერთ დარღვევასთან დაკავშირებით საუბრობთ კონკრეტულად ანუ ყველაზე მძიმე დარღვევა რა არის და რომელ უბანს გამოყოფთ თუნდაც თბილისის მასშტაბით ან რეგიონებში გამარჯობა ამ პროცესმა რომელიც დღის პირველ ნახევარში გამოიკვეთა ნათლად დაადასტურა ის ფაქტი რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ დროის განმავლობაში რომ ეს არ არის კლასიკური გაგებით არჩევნები ეს არის ბრძოლის ველი დარღვევები იკვეთება როგორც უბნებზე ასე უბნებს გარეთაც ძირითადად რაც გამოიკვეთა არის ის რომ ფიქსირდება მოსყიდვის ფაქტები და ესეთი არაერთი ვიდეო გვაქვს გადაღებული სადაც კონკრეტულ უბანზე ჩერდება ავტომანქანა და იქ არიგებენ ფულს და ეს კადრები ჩვენ გადაღებული გვაქვს ასევე ფიქსირდება ამომრჩევლის კოლექტიურად მიყვანის ფაქტები, მარშრუტკებით მიხავთ ამომრჩეველი და ბუნებრივია რომ მათ აძლევენ მიმართულებას. ასევე თვითონ შეგნით უბნებზე ფიქსირდება კამერის რაკურსის შეცვლის ფაქტები, ხრიან კამერებს, ამაზე იწერება. ან დაფიქსირდა ასევე ესეთი შემთხვევები, როცა პასპორტით შედის კონკრეტული ამომრჩეველი და კამერას შეგნებულად ეფარება წარმომადგენელი ქართული ოცნების და ძირითადად ხდება ისე რომ თავმჯდომარეები არიღებენ საჩივრებს ჩვენი წარმომადგენლების მიერ დაწერილ საჩივრებს და მიდის სამხრივ ბრძოლა, მიდის ბრძოლა იმისა, რომ კამერები ჩაირთოს. არაერთი ასეთი უბანია, ჩვენ ყველა უბანზე მაქსიმალურად ვცდილობთ რომ დავწეროთ საჩივრები და ვართ ამ ბრძოლაში და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ოპოზიციურად განწყობილ ყველა ამომრჩეველს, ვინც მივიდა საარჩევნო უბნებზე და ხმა მისცა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. დაცვას როგორ შეძლებთ? გამომდინარე იქედან რომ საერთოდ განსხვავებული ვითარება არის წინა არჩევნებისგან, ხომ? იმიტომ რომ ადგილობრივი დამკვირვებლები საერთაშორისო ორგანიზაციები არიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას. როგორ შეძლებთ თქვენ რომ დაიცვათ ის ხმები, იმიტომ რომ არაერთ დარღვევას აქვს უკვე ადგილი. როგორც გითხარით, ეს არის უსამართლო და უთანასწორო ბრძოლა. ჩვენ ბუნებრივია ეს წინასწარ ვიცოდით და ვემზადებოდით ამისთვის. ჩვენ რომ არ მიგვეღო ამ არჩევნებში მონაწილეობა შესაბამისად, არც ეს დარღვევები არ დაჭირდებოდა ქართულ ოცნებას და სააშკარაოზე კიდევ ერთხელ აღარ გამოვიდოდა ის უამრავი დარღვევა, რომელზეც უკვე ჩვენ ვისაუბრეთ. ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ, დავაყენეთ ვიდეო კამერები, დავატრენინგეთ ჩვენი წარმომადგენლები, კომისიის წევრები, რომლებიც 1 და 2 ადამიანი ებრძვიან ამ რაღაც არაკეთილმოგობრულ გარემოში ქართული ოცნების წარმომადგენლებს და ჩვენი მხრიდან, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ვაკეთებთ ყველაფერს, რომ თვითოეული ამომრჩევლის ხმა დავიცვათ, მაგრამ როგორც თქვით, ეს არის უთანასწორო და უსამართლო ბრძოლა. საბოლოო ჯამში რა იქნება ყველა ერთად ვნახავთ, თუმცა ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ. და ერთსაც გითხავთ, ჩვენ ვიცით ოპოზიციის ერთი ნაწილის პოზიცია, ისინი არიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და სამაგეროდ გამოდიან ქუჩაში 4 საათიდან უკვე დაიწყება ეს მასშტაბური შეკრება. თქვენი პოზიცია როგორი არის არჩევნების შემდგომ უერთდებით თუ არა ამ საპროტესტო აქციას? ჩვენ როგორც გითხარით, მინიმუმ 8 საათამდე ალბათ ვიქნებით მაქსიმალურად ჩართული საარჩევნო უბნებზე ბრძოლაში, იმიტომ რომ იქ არიან ჩვენი წარმომადგენლები, ჩვენი გუნდის წევრები და ბუნებრივია მათ მხარში უნდა ვედგეთ. ყველანი ვართ ორგანიზებული ამისთვის რომ დავიცვათ თვითოეული ხმა და პროტესტი არ უშლის ხელს არჩევნებში მონაწილეობას. ჯერ ალბათ ის არის გასაკეთებელი რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მოვიდეს საარჩევნო უბნებზე და არავითარ შემთხვევაში არ ჩააბაროს ხმა ქართულ ოცნებას. ამ შემთხვევაში ბუნებრივია ეს ელემენტარული მათემატიკაა რომ ყველა დაკარგული ოპოზიციური ხმა კახა კალაძეს და ქართულ ოცნებას უმატებს პროცენტს. ამიტომ პირველ რიგში ეს არის გასააზრებელი. არჩევნები მიმდინარეობს და ყველა ოპოზიციური ამომრჩეველი აუცილებლად უნდა მობრძანდეს საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭეროს ოპოზიციურ კანდიდატებს. ამ შემთხვევაში ჩვენს და გახარიას გუნდის შეთანხმებულ და ერთიან კანდიდატს ირაკლი კუპრაძეს ნომერ 9-ს. ნიკა ჩერქეზიშვილს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში, მანამდე კი უკვე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ, პარტია ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერებმა და ოპოზიციური პარტიის პოზიცია არის ის, რომ თვითმმართველობების დონეზე არის მნიშვნელოვანი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ისინი მოუწოდებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომ აქტივობა რაც შეიძლება იყოს მაღალი და მხარი დაუჭირონ სწორედ მათ პოლიტიკურ გაერთიანებას. манипуляციის, ძერწოლის, ძალადობის
მხრიდან დაცვის საუკეთესო საშუალება არსებობს მაღალი აქტივობა. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეს საარჩევნო უბანზე და ეს არის სწორედ იმის გარანტია, რომ манипуляცია საარჩევნო უბნებზე იქნება ბევრად მცირე ქართული ოცნების მხრიდან. უნდა აღირიცხოს ყველგანი წერება საჩივრები, იქნება მაქინაციების ცდილობა, ეს დამახასიათებელია დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ყველა ფაქტზე, რომელსაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით, აუცილებლად უნდა შედგეს შესაბამისი საჩივარი, ყველაფერი უნდა აღირიცხოს, იმისათვის საზოგადოება იცოდეს, რასთან აქვს საქმე. არჩევნების მიმართ გაჩენილმა ნიჰილიზმმა შესაძლოა უარყოფითი შედეგი იქონიოს სრულად თბილისის ამას. რომ კორუფციისაგან და ამდენი ტყუილისგან და რუსული ხელისუფლებისაგან გათავისუფლების რაღაცა პირველი ნაბიჯი მაინც იქნას გადადგმა. მე მაყურებელს ვეთქვი იმას, რომ CSKO-ს 12 საათის მონაცემებით აქტივობა აჭარბებს 17%, ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებები მოისმინეთ თქვენ პირდაპირ ეთერში, ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. ისინი საუბრობენ დარღვევებთან დაკავშირებით, არაერთ უბანზე და ასევე დრო გამოშვებით ტარდება ხოლმე ბრიფინგები ლელუძლიერი საქართველოს ოფისში და რამდენიმე წუთში შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ისევ გააკეთებს განცხადებას, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, არაერთ დარღვევასთან დაკავშირებით შემოდის შტაბში შეტყობინება.